მოგესალმებით ვირფასო ტელემაყურებლებო, დღემშვიდობისა 12 საათი შესრულდა სრულიად საქართველოში ახალი დროით მეგატივის პირდაპირ ეთერში და იწყო ძალიან გულწრფელი და ფერადი გადაცემა ერთგულმა ტელემაყურებელმა ძალიან კარგად იცით რომ მას შუოთხე ქუთაისი ეწოდება და ალბათ ისიც გახსოვთ რომ ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი ვარ მე ნანა თევდორაძე. გაზაფხულისთვის უჩვეულო ამინდი გვაქვს ქუთაისში ისევ და ისევ სუსხიანი, ცივი, წვიმიანი ქარი არის, მაგრამ იმდენად ჩავეგუეთ ალბათ არ გვიგვერს. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ საბა აზნარაშვილი გვეწვია, რომელიც სხვათაშორის პირველად მონაწილეობს გადაცემაში. საბა ძალიან უმცირესობით არის დღეს იზმირი წარმოდგენილი სტუდიაში. მოგესალმები, მადლობა რომ დრო დაგვით. მე აბა როგორ ხარ, როგორი განწყობით ხარ? კარგად ვარ, მადლობა მოწვევისთვის ნანა. ხო, ამიტომ მე შემაწუხა გზაში დავსვენდი. არა ისე რა, კარგად. სტუდიაში და იმედია კომფორტულად. სტუდიაში თბილად და კომფორტულად ვარ, კარგად ვარ, მაგრამ ხო, გზაში დავსვენდი. არა უშავს. უკეთ როცა საყვარელ საქმეს ვსახურები და პასუხისმგებლობა გვაქვს, დასვენებაც უნდა ავიტანოთ ხოლმე და სიცივეც. იმედია მუსიკაზე საუბარი გაგვეთხობს და კარგ განწყობაზე დაგვაყენებს. მოკლედ, მე ბედნიერი ვარ, როცა შემიძლია ხოლმე ქართულ ანდერგრაუნდზე ვისაუბრო, იმიტომ რომ უკვე მრავალი წლის მანძილზე შემიძლია თამამად თქვა, რომ ბევრი ბენდი ყოფილა ჩემი სტუმარი, ბევრისთვის გამოგვიცხადებია და არ დაგვიშურებია მხარდაჭერა, მე მიხარია რომ იზმირიც არსებობს და უფრო მეც გავიგებს უკვე ჩემი გადაცემიდან და ჩემი სივრციდან. მუსიკის სიყვარული როდის იგრძელი მაინტერესებს თქვენ ბავშვობაში მე მოხდა თუ აი ვის უსმენდი, საიდან დაიწყე როგორც მსმენელმა? თავიდან სულ პატარაობაში რაც ტელევიზორში შემხდებოდა, იმას უსმენდი MTV-ზე და მაქედან გავიცანი ბევრი ჯგუფი, მაგრამ უკვე ჩემი გადაწყვეტილებით რომ დავიწყე მუსიკის მოსმენა, ალბათ 12-13 წლიდან მაშინ YouTube-ზე პირველად ვნახე Nirvana-ს Smells Like Teen Spirit-ის კლიპი და აი დროს რაღაც ისეთი ვიგრძენია ხრთოვანება, რომ მაგის მერე სულ მინდოდა რომ მეც ამ ყველაფერს ნაწილი ყოფილიყავ. Nirvana-ს დავიწყე, მე Radiohead-ს უსმენდი სადღაც. ანუ ცოტა მსუბუქი მუსიკით დავიწყე, ხო. მაგ დროს Radiohead-ს, Nirvana-ს, Coldplay-ს რაც იყო, ასე ვთქვათ, საშუალო პოპკულტურის როკ მუსიკოსები. მე ცოტა 18-19 წლიდან გადავედი უკვე უფრო ქვეჟანრში, post-punkში, დავიწყე Joy Division-ის მოსმენა, Bauhaus-ის და უფრო ხო, ასე ვთქვათ, უფრო ქვეჟანრში გადავედი და ყველაზე მეტად მაინც post-punk-ი შემიყვარდა. დღეს ახლა ყველაფერს უსმენ, მაგრამ აი post-punk-ი, რასაც უკრავთ ჩვენ, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. საბა, უფრო მძიმე მუსიკით რო დაგეწყო, როგორი იქნებოდა ნეტა დღეს თქვენი გემოვნება? თუ რაღაც საფეხურები უნდა გაიარო, აუცილებლად უნდა გაიარო. როგორ ფიქრობ? ხო, აუცილებლად უნდა გაიარო. პირდაპირ მძიმე მუსიკას მოусმინო, ჩემი აზრით რაღაც საფეხურები გასავლელი არის. შანსი არაა რომ მოგეწონოს. რაღაცები უნდა ამოწურო მანამდე. ბევრ მუსიკას უნდა უსმინო და რაღაც მომენტში უკვე ხდება ისეთი რაღაც, რომ აღარ გაკმაყოფილებს, ასე ვთქვათ. ის რასაც უსმენდი და გადადიხარ უფრო მძიმეზე შეიძლება ბოლოს black metal-საც უსმენდი. ძილის წინ თუ? ძილის წინ. არა მე ძილის წინ უსმენ ხოლმე. ხო, უფრო ისა. ზერო ჩავა მერე, ხო. მაგრამ ეხა სიმართლე გითხრა, ისევ დავბრუნდი პოპკულტურაზე. ალბათ, არ ვიცი, ასაკი დამიდგა ისეთი, რომ Nelly Furtado's უსმენ 2000-იანი წლების მუსიკებს. White Girl Music. რა საინტერესოა. ხო. უცნაურია, ხო, და აი ეს მე როგორც მსმენელი და მე როგორც კრეატორი და შემქმნელი სხვადასხვა. რადიკალურად განსხვავდება? კი. მე ადრე მეგონა რომ ანუ ეს კავშირში იყო ერთმანეთთან. მაგრამ როცა მომხმარებელი ხარ და უსმენ, საერთოდ სხვა პიროვნება ხარ. მე ესე ვარ, რომელიც საბა უფრო მოგწონს, როგორც მსმენელი თუ საბა რომელიც რაღაცას ქმნის საკუთარს? როცა ვქმნი უფრო ისა ვარ. გათვისნობიერებული ვარ ჩემ თავში და უფრო მომწონს და როცა უსმენ, უფრო პასიური არის, უფრო შენ ხარ მსმენელი, პასიურად უსმენ. დიდად არც საკვირდები შეიძლება რაღაცებზე ფიქრობდე, გადახვიდე შენაზრებში, უფრო მაგიტო უსმენ მუსიკას, რომ რაღაცა ისეთ რეალობას წყვიტავს, ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ ანუ ყოველდღიურობის აზრები არ მაწუხებს, როცა მუსიკას უსმენ, სულ სხვა ტალღაზე გადავდივარ და როცა ვქმნი, ზუსტად იმაზე ვწერ, რაც მაწუხებს და რაც ჩემი არის და ხო, უფრო შემქმნელი საბა უბრალოდ მე ვარ.
და უფრო ნამდვილი არის. ხო, უფრო ნამდვილია, ხო, და ის უფრო დასვენება. ხო. საბა, იცით რა მაინტერესებს? როგორც თქვენ, მეც თქვენზე დიდი ვარ, გამიმართლა, რომ რაღაც მისაწვდომობა გვაქვს, გქონდა კომპოზიციებთან და შეიძლება და ჩვენი გემოვნების ჩამოყალიბებაში უფრო შემსუბუქებული ყოფილიყო ახლა ჩვენი მამების თაობა, რაღაცების იტაცებდნენ, რაღაცები ხელში ჩაუვარდებოდათ. ქუთაისში დაიბადე, ხო? კი. როგორც დავიბადე გავიზარდე. მსმენელის რანგში ამ შემთხვევაში გადმოვინაცვლოთ ერთი არის რასაც სოციალური ქსელის მეშვეობით ისმენ და ინტერნეტ სივრცეში და მეორეა როცა სცენასთან ხარ სადღაც და ამ კუთხით ქუთაის უდიდესი გამოცდილება აქვს და ვამაყობთ ხო რაღაცები ბევრი მიმართულება და მიმდინარეობა ქუთაისიდან დაიწყო. ვის ლაივებზე დადიოდი ხოლმე პატარა რო იყავ? აი ხა რაც თქვი ძალიან საინტერესო არის. იმიტომ რომ უფრო მეტად უნდა დავაფასოთ 90-იან წლებში ვინც მუსიკოსები იყვნენ ქუთაისში ვიდრე ეხლა. რა თქმა უნდა ეხაც, მაგრამ ის განსხვავებაა რომ შენ რაც თქვი, ეხა ინტერნეტის წყალობით ნებისმიერ რამეზე, უბრალოდ ჟანრი რო დაწერო, ამოაგდებს უამრავ შემსრულებელს. და 90-იან წლებში ჯერ რო რაღაც შემსრულებელი არსებობდა, უნდა გაგეგო ვინმესგან და არა საერთო ინტერნეტიდან, რომელიც დადასტურებული წყაროა, აი ვიღაცა ვინც ჩავიდოდა მაგალითად ევროპაში და იტყოდა რომ აი ეს ჯგუფი მაგრად მომეწონა სადაც გავიგონე. შეიძლება ეს ჯგუფი საერთოდ არ იყო საუკეთესო, თასშორის საუკეთესო, მაგრამ სხვა რო არ იყო ამათ ეს მხოლოდ ამათთან ჰქონდა ცდომა, ან რა შემოდიოდა ვინილები და ამ შემდეგ და როცა ასე მწირე ისა გაქვს მუსიკალური მუსიკასთან არჩევანი, ასე ვთქვათ, ხო და ისა რთული არის შენი შექმნა. იმიტომ რაც უფრო მეტი მუსიკა იცი, მით უფრო მეტი თავისუფლება გაქვს, რომ შენი ხმა იპოვო. და რაც უფრო ცოტა მუსიკას უსმენ, მით უფრო მეტი გავლენა გაქვს იმ მუსიკებისგან. და ასე რომ უფრო უნდა დავაფასოთ 90-იან წლებიდან, რა თქმა უნდა, რაც დაიწყო. რა თქმა უნდა, რობი კუხიანიძე დღემდე უკრავს და კარგად არის თან, კარგ ენერგიაზე არის და ხო, ავის არ ჩერდება და ძალიან დასაფასებელი არის და ანუ ეთყობა კიდევაც რომ 90-იანებში რო დაიწყო როგორი ასე ვთქვათ ჯიუტი მუსიკოსი არის. სხვა ხელწერაა ხო ისე 90-იანებში შექმნილ მუსიკაში რაღაცნაირი. უფრო დიდი აგრესია არის. და პროტესტი. ეხა რა თქმა უნდა აგრესია და პროტესტი არის მუსიკაში, ჩვენ მუსიკაში, მაგრამ უფრო ჩვენ ვცდილობთ რომ უფრო ესთეტიკაც უფრო წინ დავაყენოთ და აი ეს მესეჯები და რაღაცები უფრო უკან არის გადაწეული მაგალითად ჩვენ მუსიკაში. მაგრამ თუ კი რა თქმა უნდა დააკვირდები და მოусმენ მესეჯამდეც მიხვან. მაგრამ 90-იანების მუსიკაში უფრო პროტესტი იყო ჩემი აზრით. რა თქმა უნდა მუსიკაც ძალიან კარგი. და ქუთაისში პირველად ლაივზე რო ვიყავი, იყო ფესტივალი პირველ სკოლას და მესამე სკოლის წინ იყო დიდი სცენა თუ გახსოვს შენ თუ იყავი არ ვიცი მაგრამ ფესტივალი დემოკრატია ხო არა მაგას არ მახსოვს თუ პლუს 1 ფესტივალიც იყო რაღაც მაგდროს იყო ძალიან ისა ცნობილი გადაცემა აივანი და აივანი იყო ჩამოსული სილვერსაიდი უკრავდა და თბილისური ძალიან ბევრი ჯგუფიც იყო ჩამოსული მაგდროს პირველი ჩემი ლაივ კონცერტი ლაივ შესრულება სადაც დავესწარი იყო ეგ, სადღაც 14-15 წელს. და რა მოგეწონა? და იფიქრებდი მე რომ რაღაც დრო გავიდოდა სცენაზე, თავად ახვიდოდი და ეს. არ ვიფიქრებდი, მაგრამ იმ სცენაზე რომ უსმენდი, ქვემოდან რომ უყურებდი, მეგონ სხვანაირი ადამიანები მეგონენ, აი ჩემი ბავშვი რაღაცით რა. აი სცენაზე რომ დგანან, აი რო ჩამოვიდოდნენ, რო ხედავდი, რაღაც სხვანაირად ხედავდი, ვიდრე სხვაებს, რომ მეგონა რომ ესენი რაღაცით გამოირჩეოდნენ და ხო რაღაცა ეგეთი გზნობა მქონდა და ძალიან მაინტერესებდა როგორ შეიძლება ყოფილიყო სცენა და მე ვავედი და რა მოხდა? არაფერი არ შეეცვლილა. ისეთი არაფერი. საერთოდ არაფერი არ შეეცვლილა. მეცადე შეიცვალა რომ მე რო უყურებ ეხა ქვემოთ. აი ხედავ ზუსტად ჩემნაირ ადამიანებს ვისაც მე ვგონი ვარ რაღაცით გამორჩეული. და ეს სიამოვნებს, იმიტომ რომ ზუსტად ამ გზნობამ დამაწყებია მეც მუსიკა. და მეც ინსპირაციას ვაძლევ სხვებს რომ აი სცენაზე დგომა ძალიან კაია, სასიამოვნოა, ღირს ამად და ამას რო დაინახავენ, მერე თვითონაც მომდევათ, მაგრამ რამდენად ღირს ოპა, ეს რა საინტერესო, რატო არ ღირს აბა მითხარი? ანუ
თვითონ ემოციურად როგორად გრძნობდი ნეტა რო დავდგე, ეგეთი ბედნიერება არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ღირს. და ისე საბოლოო ჯამში, რო ვთქვათ, რა თქმა უნდა ღირს. კარგი. ინსპირაცია ახსენე. უშუალოდ საბას ინსპირაცია ვინ არის? ალბათ ბენდის სხვა წევრებზე ვერ ისაუბრებ, ხო? ან იზმირის ინსპირაცია თავის დროზე ვინ იყო? როცა იზმირი იწყებდა? ხო, როცა იზმირი იწყებდა. და როდის დაიწყო? იზმირი დაიწყო? იზმირობა. იზმირობა დაიწყო 4 წლის წინ. თავიდან პირველი სახელი ერქვა გამთენია. რომელიც საერთოდ არ მომწონს, მაგრამ მე ვიკიპედიაზე ვეძებდით ქალაქების სახელებს და იზმირი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა და დავარქვით იზმირი. ანუ გამთენიამ რამდენი ხანი გასწრო 1 წელი? 3 დღე. რა 1 წელი. ანუ ეს იზმირი შეიქმნა ძალიან ჩქარა. ჩვენ უკრავდით ძალიან დიდი ხანი. ოღონდ ჩვენთვის. და მაგ დროს სკაზი შეიქმნა სადღაც 1 წლით ადრე. დიახ. და უკვე დაწყებული ქონდათ ცოცხალი შოუები. ჩვენ ვიცნობთ მაგათ, და ვიცნობდით ადრეც. და რაღაც ლაივი იყო ჰარაკში, თბილისში, თეატრში, სახელად ჰარაკი. და გითხეს, რომ ისაო, აი, 2 კვირაში არის ლაივი, ვიცით, რომ თქვენ ძალიან კარგად უკრავთ და მოდი, წამოდი ჩვენთან ერთად დავუკარით. და ჩვენ უცებ მოგვინდა ლაივზე დავკრა და სადაც 2 კვირაში გავაკეთეთ თითქმის 3-4 მუსიკა, ან 5-იც. დავტვირთეთ სწრაფად, დავარქვით სახელი, ანუ ეს ბენდი შეიქმნა ძალიან ჩქარა. და ლაივიც ძალიან სწრაფად მოხდა და ის იმაში გავგვიმართლა. აი, მართლა გამართლება და მადლობელი ვარ მაგაში. რომ პირველი ლაივი ქონდა ძალიან დიდი. მასშტაბებს გულისხმობ. მასშტაბურად, ხო. სმენელი იყო ძალიან ბევრი. იმიტომ რომ სკაზი უკვე იცოდნენ, ჩვენც რო დავდეთ რაღაცნაირად დაიმთხვა რომ ბევრმა მოусმინა და პირველივე ლაივი ქონდა ძალიან ბევრ ადამიანში და ხო, ანუ თუ კი ვინმე იტყვის რომ ბევრი მსმენელი დგას და იბნევა, თქვენ ამბობთ რომ პირიქით გაგვიმართლა. ხო, გაგვიმართლა. კარგი. დავიბენით, მაგრამ გაგვიმართლა. ხო, ალბათ შესაძლოა ისიც კარგი იყო და იმაშიც გაგიმართლათ, რომ ძალიან ცოტა დრო გქონდათ მოსამზადებლად და არა. კი, ეგ ადრენალინი. ეგ ადრენალინი მაგალითად რომ აუცილებლად უნდა გააკეთო, სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ ხელი მოწერილი გაქვს, შენ უნდა გამოცხადდე. მე უკვე შენზეა დამოკიდებული შერცხვები თუ არა. ხო, არ შეგვარცხვინა. არა. არა, ვეკადრებ. ხო და მაგაში აი ზუსტად აი ვინც ეხა მისმენს და მუსიკოსი არის, მინდა უთხრა რომ და ჯერ არ დაუწყია ჯგუფი. ჩვენ სანამ იზმირს გავაკეთებდით, სანამ ეს არ მოხდა, ძალიან დიდი ხანი სულ გადადება, იმიტომ რომ არავინ სხვათა შენ თავის გარდა არავინ არ გაძალებს, ასე ვთქვათ, არ არსებობს ჯგუფი, მაგრამ გინდა რომ არსებობდეს. გადადებ, აი, მოდი დღეს არა. ხვალ იყოს, ერთ თვეში იყოს. ხო, იმუშავებაც დავიწყოთ. უფრო რთულია, დიეტაზე რთულია. ჯგუფის დაწყება, ხო. და იმას ურჩევდი, რომ აი რაღაცა ეგეთი შეიქმნან, ეგეთი აუცილებელი, რომელსაც პასუხისმგებლობის გზნობას მიცემს, ჯერ დაგეგმონ რაღაცები და მერე გააკეთონ. თუ კი სხვანაირად ვერ აყავთ საკუთარი თავი ხელში, მაგალითად დაგეგმონ ლაივი, მანამდე სანამ ბენდი არსებობს. საინტერესო. ერთი თვით ადრე, ხო. და ეს ადრენალინის და რაღაცა აუცილებლად ორგანიზებას გაუკეთებს. საბა, თქვენ თქვით, რომ სანამ იზმირი რაღაცაზე ოფიციალურ სახეს მიიღებდა და იქამდე გამთენიისას 3 დღე არსებობდა, დიდი ხნის მანძილზე უკრავდით და მეგობრები ხართ ხო რაღაცა? კი, ბავშვობიდან. კი, ადრეული ასაკიდან. პირველ სკოლაში სწავლობდით. ყველანი ხართ? ამჟამინდელი წევრები? ეხა ვყავს დათო. დათო ხარაბაძე დრამერი, რომელიც შემოგვიერთა მოგვიანებით. მაგრამ მე გოგა და გიორგი ჩვენ დავიწყეთ იზმირი. ეხა დათო შეუცვლელი წევრია იზმირის, ძალიან მოერგო. მაგრამ იმ დროს არ იყო. და ჩვენ გავიცანეთ ერთმანეთი ბავშვობიდან, ხო და მუსიკასაც რო გავეცანით, რომ საუბრობდით მაგაზე ნირვანაზე და ამ შემდეგ. ერთად დავიწყეთ მაგის მოსმენა, მაიკების, მაისურების ჩაცმა. თან პატარა ასე თუ ისე პატარა ის იყო კომუნა, ასე ვთქვათ, ადამიანებისა, რომლებიც დაინტერესებული იყო მაგაში, ამ თემაში და ყველა გავიცანეთ ერთმანეთს და დღემდე ვიცნობთ და ვეხმარებით ერთმანეთს.
ალბათ ეს არჩენს ქართულ underground-ს ერთგვარეთის მხარდაჭერა და მე მომწონს რაღაც თქოს ბენდებს შორის შუღლი არ არის ეგეთი განცდა მაქვს. არა, სხვათა შორის კონკურენცია და რაღაც კონკურენციაც არ არის. იმიტომ რომ კონკურენცია იმიტომ არ არის, რომ ცოტა ვართ და კონკურენციაზე მეტად მოვლა არის ერთმანეთის. იმიტომ რომ არ გვინდა არც ჩვენ და არც სხვა ბენდებს, რომ კიდევ უფრო შემოგდეს ეს რაღაც და მარტო დარჩნენ და პირიქით კონკურენციის მაგივრად არის დახმარება, ურთიერთდახმარება, რჩევების მიცემა და სრულიად უანგაროდ. იმიტომ რომ ცოტა ვართ რა და ეს რაღაც პრობლემა სხვათა შორის მიზეზებზე თუ გიფიქრია ისე. რატო ვარ ცოტა? მოდაში არ არის კიდე რაღაც მცდარი დამოკიდებულება არის, ვინც ასეთ მუსიკას უსმენს, აუცილებლად ჯოჯოხეთში უნდა წავიდეს და რაღაცები თუ ეგეთი არ გაწუხებს. ეგ ჩვენ არ გვაწუხებს. არც უნდა გაწუხებდეთ. ეგ აზრი, რა თქმა უნდა, ბევრს აქვს, მაგრამ ანუ ეგ სასაცილოა ჩემთვის პირადად. ქონიათ რამე ესეთი წინააღმდეგობრივი დიალოგები? კი, ანუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ასაკის სხვადასხვა წარსულის, სხვადასხვა გამოცდილების ყოველთვის არის მაგალითად უახლოესი ადამიანებისგანაც თვითონაც ვერ ხვდებიან. წარმოდგენა აქვთ, რომ აი მუსიკაში რა გინდა, მაგ რას უნდა მიაღწიო, ან საერთოდ რას უკრავ, რა ბრახუნია, ან ზოგადად საერთოდ ვერ ხვდება რა. რატომ ხმაურობთ ბავშვობა? ნუ ღრიალებთ რა. გალეონში დაიწყეთ, ხო? გალეონს არ უნდა დაუკარგოთ იმ დროინდელ გალეონს, ძალიან კარგი პატარა სივრცე იყო, სადაც ბევრი ადამიანი მიდიოდა დიდი სიყვარულით ხოლმე მუსიკის მოსასმენად. აი ეგ ლაივი რო ჩაინიშნა, რაზეც ვსაუბრობდით, გალეონი დაგვეხმარა ძალიან. მაგ რეპეტიციობდით, ასე ვთქვათ. და საღამოს იხსნება გალეონი, უფრო მეტი ადამიანი საღამოს მიდის, უფრო მეტი რა, საღამოს იხსნება ბარი. და დღის საათებში დაგვითმეს სივრცე და რეპეტიციობდით, ხო? აი ეგეც დახმარება, ურთიერთდახმარება, რის გარეშეც ვერ გააკეთებ ვერაფერს, იმიტომ რომ ინდუსტრია ქუთაისში მუსიკალური, მოდი ვთქვათ, რომ არ არსებობს. ეს არის კონკრეტული პირების ენთუზიაზმით გაკეთებული და ურთიერთდახმარებით, ხო? დღეს კარგი სივრცე გვაქვს ქუთაისში, რივშავზე მაქვს საუბარი, რაღაც შემოიტანა მუსიკის გადარჩენაში. ალბათ დრო კიდევ უფრო მეტად დააფასებს, ხო, რაღაც პერიოდი რო გავა. და ახლა ლაივიც ქონდა. ერეკლე დეისაძესთან და ვინდოფოლიოსთან ერთად იდექის სცენაზე. შესაძლოა პატარა როცა იყავი, უსმენდი კიდეც ეგოს და ვინდას. რა შეგრძნება ახლა, როცა ერეკლე იტყვის, რომ აი ჩანს შემდეგ შეგიძლიათ იზმირს მოусმინოთ. ესე იგი, დეისაძეს უსმენდი როცა დაიწყო ეკო და ვენდოფოლიომ აგურით ხელში ძალიან მიყვარდა ეგ სიმღერა და ასევე ქართველებისგან ერთ-ერთი არის თუ ერთადერთი არა ვინც მომანდომა და დამანახა რომ შეიძლება იყო მუსიკოსი საქართველოში და იყო წარმატებული და როცა გავიცანი ერთად უკრავთ რაღაცა როგორც ადამიანიც ძალიან მომეწონა ყველაზე მეტად მომწონს რომ დროებას არ უყურებს რა ხდება დღეს თუნდაც სოციალურად, თუნდაც პოლიტიკურად, თუნდაც რაღაცის თქმას არ ერიდება რაღაცისზე მაგალითად როგორაც ფიქრობს და როგორაც გონია მართალი თვითონ ისე იქცევა და ისეთ მუსიკას აკეთებს და ისეთ მესეჯებს გამოცემს არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს აწყენიებს ჩემი აზრით ხელოვანის ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა რომ არ უყუროს რა ხდება იმ მომენტში და ასე ვთქვათ გააკეთოს და თქვას ის რასაც ფიქრობს და რასაც გრძნობს. იმიტომ რომ დრო გადის და საბოლოოდ მე მაინც სხვა თაობები უყურებენ და აფასებენ რა ხდებოდა იქ. და უმეტესად იმ დროს რა ხდებოდა და იმ დროს მორგებული ადამიანები უმეტესად იმ დროს მიყვება და ქრებიან რა. და მე მგონი რომ ბევრი ვინც საკუთარ აზრს და საკუთარ გულის თქმას აყვება, ის უფრო დარჩება ისტორიას, ვიდრე მოვლენებზე აყოლილი ხელოვანები. საბა, თუ საქართველოში იყო ერთ დროს მოდაში, რომ ინგლისურენოვანი ტექსტები ყოფილიყო, ეს როკსაც ეხება, მეტალსაც,
პანკსაც და პოსტ-პანკსაც, რაღაც ტენდენცია წამოვიდა სასიამოვნო, რომ ისე მოიხდინა ქართული პოსტ-პანკმა და პოსტ-პანკმა ქართული, რომ ღირს ხო მოისმინო. ქართულენოვანი ტექსტები გაქვთ. მანდანაც საინტერესოა ამ ტექსტების შექმნა და ბენჩი ვინ წერს ტექსტებს? ბენჩი წერს ტექსტებს გიორგი, ვოკალისტი, ხო. განაწილებული გვაქვს, ასე ვთქვათ. ჩვენ წერთ მუსიკას, თავიდან იწყება მუსიკის წერით და გიორგი გამზადებულ მუსიკაზე მე უსმენს და რაც მოდის ტექსტი და მელოდია თვითონ ამატებს შემდეგ. და ქართულ ტექსტებზე ვიტყოდი, რომ აუცილებელიც არის. იმიტომ რომ შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ მოდი ინგლისურით დავიწყებ და მე იქნებ იმ ხელაზე იმდენად ცნობილი გავხდე. ეგ სურვილი აქვს ხოლმე რა, მე მგონია რომ იმდენად ცნობილი გავხდე, ვაირო ცნობილი გავხდე, მე ქართულს ვერ გაიგებენ ევროპაში, ანუ მაგხელაზე უმიზნებენ ჩემი აზრით, მაგრამ თუ ეგეთი ცნობილი გახდება ვინმე, ქართულადაც მოусმენენ. ეგეთი ისა შემთხვევები არსებობს. Shipastaway თურქული ჯგუფია, თურქულად ღერიან, მაგრამ თურქებზე მეტი უსმენენ ევროპაში და სხვადასხვა დედამიწის სხვა კუთხეებში, იმის და მიუხედავად, რომ ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებ. მაგრამ გაიგებ ემოციას. გაიგებ ემოციას სრულიად. და ინგლისური უკვე თავიდანვე ჩამოშორებული ხარ, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. შეიძლება სხვანაირად ფიქრობს. თუ კი ინგლისურად ღერის ქართული ბენდი, მაინც არის რაღაცა დაშორება ჩვენსა და რაც უნდა კარგად სწავლობდე ინგლისურად, მაინც არ არის შენი მშობლიური ენა და ბოლომდე ვერ იქნები კომფორტული ამ ენაში. აქცენტსაც რო თავი დავანებოთ. მაგალითად მე აქცენტის მოსწმენა არ მომწონს. და მეხამუშება, როცა ინგლისური აქცენტი მღერის ადამიანი. რაც უნდა, შეიძლება ძალიან კაი მუსიკა ქონდეს და ცუდ აქცენტს რო გავიგონებ, მუსიკაც ძალიან კარგავს ფასს ჩემთვის. და ქართულად ქართველი ადამიანი ქუთაისური აქცენტი რო ქონდეს, არაა პრობლემა. მაგას მაინც გულთან მიიტან. ნებისმიერი კუთხის აქცენტი მისაღებია ჩემთვის. გარდა ინგლისურისა და უცხოურისა, ხო? კარგი, საბა, თქვენს მსმენელებზე მიამბეთ. როგორ შემოიკრიბეთ და რამდენად დიდი არის ის რაოდენობა, ვიდრე 4 წლის წინ იყო? ჩვენი მსმენელები არიან ძალიან ერთგულები, ძალიან ჭკვიანები და ძალიან გემოვნებიანები. იმიტომ რომ ერთგულები, იმიტომ რომ თითქმის ყველა ლაივზე ხედავ ერთ და იგივე სახეს. ეს ქუთაისში იქნება, თბილისში იქნება, ბათუმშიც გქონდა ლაივი და ბათუმშიც შევხედე რამოდენიმე იგივე სახეს, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ. და ასევე ტექსტები იციან სეპირად ღერიან ხოლმე და საკმაოდ ჩემი აზრით მივწვდით უკვე იმ კონტინგენტს საქართველოში, ვისაც ეგ მუსიკა ზოგადად მოწონს. და ეხა უკვე საკმაოდ ბევრი მსმენელი გვყავს, მინდა თქვა, რომ ოღონდ იმ სფეროში, ვისაც ეს მუსიკა მოწონს, ყველას მიწვდა. მაგრამ ფიზიკურად მეტი არ არის ჩემი აზრით ამ ჟანრის მოყვარული, მაგრამ ნელ-ნელა იმასაც ვატყობ, რომ ინტერესს გამოთქვამენ სხვადასხვა ჟანრების მსმენელები და სხვადასხვა გადმოიბირეთ? და უფრო დაინტერესა. ხო, რაღაცა მაგიური. უფრო დაინტერესა, და გადმოიბირებია. ხო, დაინტერესად, იმიტომ რომ ხედავენ, აი, ამდენი ხალხი მოვიდა, ლაივზე გაიგო მაგალითად ქუთაისელმა. მე დაინტერესა რატომ. მივიდა, მოусმინა ცოტა ხანი, მოგვისმინა და შეიძლება რაღაც დაიჭიროს, დაინტერესოს და თავარია ინტერესი იყოს. და ინტერესს ხედავ. კარგი, ნებისმიერი ასაკის მონარი ხო ძალიან სასიამოვნო, ალბათ როცა სცენაზე ხარ უკრავ და მღერი, მაგრამ გაცილებით უფროსი თაობაც რომ მოდის, ალბათ ესეც სხვაგვარი პასუხისმგებლობაა, ხო? აი, მაგალითად, ქუთაისში ვინ შეიძლება გავხსნა თუ არა ხვიჩა დოღონაძე, რომელიც გაიგებს ხოლმე რაღაც ლაივია, ისე იმზადება და არ ვიცი, ხა ლივერპულის თამაში რო იყოს და იზმირი უკრავდეს, რომელსაც აირჩევდა, მაგრამ ძალიან რო უყვარს მუსიკა და რამდენად ესეთ ფასეულია, რომ შეიძლება იყოს რაღაც ბევრი თინეიჯერი და იქვე იდგეს ვინმე 50 პლუსი. რანაირი შეგრძნება მაინტერესებს. შეგრძნება არის გეტყვი. ესე იგი, თინეიჯერები და 18-დან 20 წლამდე, 21 წლამდე ვინც არის, მაქედან ნახევარი
ჩემი აზრით. ნახევარი ნამდვილად გულით არის მოსული, რითიც რატო არის მოსული, მაგრამ მეორე ნახევარი არის იმიტომ რომ მის მეგობრები არიან. ანუ იმიტომ რომ ის რაღაცა ასე ვთქვათ ჟარგონულად პონტი თუ რაღაც ხო? და მოდიან და ხო აი რაღაც კაი არის იქ ისა მუსიკა უკრავს წავიდეთ. და აი 50 წელს ზემოთ ადამიანი რომ მოდის, შემთხვევით არ არის. დარწმუნებული ხარ რომ შემთხვევით არ არის. და ეგ სასიამოვნო რომ იცი რომ მან ან 50 წელს ადამიანს ახლა ქუთაისში ნამდვილად არც ალია ხოლმე თავის პრობლემები აქვს ძალიან ბევრი, თავის სამუშაო აქვს, უამრავი საფიქრალი აქვს და შენლაივზე რო ხედავ ეს იმას ნიშნავს რომ ნამდვილად და ძალიან აინტერესებს. და გისმენს და ეგ სასიამოვნო ხო რომ ჩვენთვის გამონახა ადამიანმა დრო განსაკუთრებით მაგას აქში და ხო თინეიჯერებს ნაკლები ის აქვთ საზრუნავი ჩემი აზრით ხო და უფრო თავისუფლად შეუძლიათ იარონ ლაივებზე სანამ იმას რა ქვია უნივერსიტეტში მოუწევთ მე სანამ ცხოვრება უფრო დამძიმდება სანამ ცხოვრება დაუმძიმებს კი ბატონო და კიდე ამას რომ ძიმე მუსიკა დაემატება ძალიან უფრო გქონია. მოგეთ მოვიკითხოთ ხვიჩა დოღონაძე თქვი რომ ლაივი ქონია არა მხოლოდ ქუთაისში, ბათუმში, თბილისში. ამდენად დატვირთული ხართ ხოლმე და ყველამ ვიცით რომ ეს არ არის ის მიმდინარეობა, სადაც შეიძლება რაღაც უზრუნველად აიღო ისეთი ჰონორარი რომ ლაივიდან ლაივამდე იცხოვრო ბედნიერად, ხო ყველას რაღაც ალბათ საკუთარი გამოწვევები გაქვთ. მითხარი მიამტეხა. ვისაც გონია რომ სცენაზე დადგება და იქ რაღაც ასეულობით დოლარი და ევროები თან მოდის. არა. ეგრე არ არის. ეგრე არ არის. ესე იგი ჩვენ კიდე ხშირად გვაქვს კონცერტები. და ასე თუ ისე ცნობილები ვართ და უმეტესად არ თავიდან რო ვიწყებდით პირველი 2 წელი ამასთან შედარებით ქონდა არ ვიცი 3 ჯერ უფრო ნაკლებად. და მაშინ საერთოდ შემოსავალი მუსიკიდან ანუ არც კი გვიფიქრია. ნული თეთრი ხო? ნული თეთრი ხო აი ხარჯების დაფარვაც ვერ დაფარავდი ხარჯებსაც. და ეხა ხარჯებს ფარავს. ანუ რო ჩავდივართ შეიძლება დაგჭეს კიდევაც ისა მეორე მესამე დღეს დაგჭეს და გამობრუნდე კიდევაც. და ანუ ისა ასე ვთქვათ, არაფერი აღარ გვიხარჯება. და ეს უკვე ძალიან სასიამოვნო არის, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა და ჩემი აზრით ბევრი ბენდი ახლა ეგეთ მდგომარეობაშია, რომ თუ კი გავიდა ქალაქიდან და უკრავს, შეიძლება ის ჰონორარი რაც აიღო, ხარჯებშიც არ იყოს და დამატება მოუწიოს. და ეხა მდგომარეობითაც რა თქმა უნდა არის საკმარისი შემოსავალი მუსიკით და მაგრამ მივდივართ მაკეთკენ ვცნობ და ალბათ რაღაცა 1 წელი დაჭირდება ან 2 რომ უკვე თქვათ რომ მუსიკა ჩვენი შემოსავლის თავარი წყარო გახდეს და შეგვეძლოს ჰობიდან გადავიდეთ თავად პროფესიაზე. და მანამდე მუშაობთ. ყველაც მუშაობთ. კი. სხვადასხვა ქალაქებში და ამის გამო რა თქმა უნდა ხელი გვეშლება. და მაგრამ რეპეტიციები რა ხდება? რეპეტიციები ერთობით და ისე ხდება ხოლმე რაღაც პარტიების გადანაწილება თუ? არა, ხდება მაგალითად ლაივ შოუს რო დავგეგმავთ, წინა 2-3 დღით, იდეალურია თუ 3 დღით ადრე, ან უფრო მეტად 2-ით, ან 1 დღით ადრე გვაქვს რეპეტიცია. რა თქმა უნდა ხარისხზე აისახება. მაგრამ დიდი ხანია რომ უკრავთ უკვე ერთად და ვიცით ჩვენი მუსიკა, ვიცნობთ ერთმანეთს და ანუ იმ მეგობრობამ გადაგარჩინათ, შეიძლება თქვა, იმ მრავალწლიანმა ურთიერთობამ. რა თქმა უნდა. და ვიცნობთ ერთმანეთს, ვიცით ჩვენი მუსიკა და ის 2-3 რეპეტიცია დამაკმაყოფილებელ დონეზე ყოფნის. იცი რა მაინტერესებს აბა, ქალაქში როცა რაღაც ესეთი თარიღები გვაქვს, სადაც კონცერტები იგეგმება და რაღაც ყოფილა მცდელობა რომ მაგალითად დაგიკავშირდათ ვინმე და გითხრათ რომ მოდი მინდა ეს სცენაზე აი მაგალითად 2 მაისს ან რაღაც ისეთ ღონისძიებაზე ან ახალი წლის ლაივზე გამოხვიდე და უკრა. გახსენდება ეგეთი? არა. არასოდეს. რა გრძნობა ეს, როცა საკუთარ ქალაქში შეიძლება დაუფასებლობა იყოს ამ კუთხით? სხვადასხვა არ მწყინს. რატო? იმიტომ რომ ეთილი ხარ უბრალოდ აბა ვისაც იწევენ იმათან ერთად დაკვრა არ მინდა. მაგალითად ვისთან ერთად არ გინდა? ანუ ახლა პირად შევაწყობას არავის არ ვაყენებ და არც მივაყენებ არასდროს, მაგრამ ზოგადად გეტყვი რომ ვინც უკრავს და ვისაც იწევენ, იმათთან
ზოგ ადამიანთან ერთად მუსიკალური განხრით. პირველად არ ვსარვეხები. ხო, არ მინდა, ჩვენი ჯგუფი არ არის მაგ სცენაზე გამოსაყვანი, ასე ვთქვათ, გინდ დადებითად მიიღოს ადამიანი, მაყურებლა გინდ ვარ ყოფს. ხო, მაგრამ ქუთაისს ხო აქვს ახლა რესურსი, თუნდაც ეს ახალი თაობა რო ვთქვათ, კაზი, იზმირი და კიდევ არიან ხო პატარა ბენდები. რო არ დასჭირდეს ეს პაპსა და იყოს რაღაც ერთი სცენა, რომელსაც გამოყოფა 3 საათი და თავისი ცალკე იყოს სცენა, აქ ცალკე რა გვაქვს ხო ეგ ლოკაცია, ეგეც შეიძლება მთავარია სურვილი იყოს. ლოკაცია გვაქვს და ლაივებს მაინც ვაკეთებთ შესაძლებლობების მიხედვით და თუ კი ვინმე გამოთქვამს სურვილს, რომ ეს მუსიკა მისთვის ფასეულია და შეუძლია დაიხმაროს და დაიხმარება, მაგას ვარს არასდროს არ ვეტყვით. დახმარება. ხო, მაგრამ საკუთარ ქალაქში ის სცენაზე დადგე, ალბათ სხვა კიდე პასუხისგებლობაა, ხო? ბევრი ადამიანი გისმენდეს. მაგალითად ორმაისობას, ხო? კი ბატონო, რატომაც არა. სურვილი არ მაქვს. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ფართო მასებზე გათვლილი მუსიკა და ჩვენი მუსიკა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თვითონ ორმაისობას გამოსულ ადამიანებს შეიძლება ჩვენი მუსიკა არ მოეწონოს და არ მომტყურებ მაგაში, იმიტომ რომ ეს არის სპეციფიური გემოვნების მუსიკა, როგორც სპეციფიური გემოვნების საკვები არსებობს, რომ შეიძლება 10 ადამიანიდან 2 ჭამს და ძალიან უყვარს, მაგრამ იმ 8-ს ატანაც არა. ორიც არის ხო რაღაცა და იმ ორი გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. ხო, რესურსებში მყოფი მსმენელების. კი, მაგისთვის რიფრაფი აკეთებს მაგას. რიფრაფი ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს და ამას ალბათ კიდე დრო რო გავა ვიგრძნობთ. ჯერ ვერ ვიგრძნობთ. ხო, აი ზუსტად არის რიფრაფი ის ადგილი, სადაც აი ეგ დანაკლისი რაც ქუთაის აქვს და ქონდა წლები, ცდილობს რომ შეავსოს და გამოდის. ხო. გამოდის და ცდილობს ადამიანი ჩვენს ვეხმარებით. ახლა მომავალში ხო არ გაქვთ ისე მანდ ლაივი თუ სად გეკმოთ და როგორ? რიფრაფში ლაივი ქონდა ცოტა ხნის წინ, მაგრამ ეხლა ქუთაისში ლაივი არ აქვს ჩანიშნული ჯერჯერობით. 31 მაისს უკრავთ თბილისში გოეთეს ეზოში. საინტერესოა. ხო. საინტერესოა ნამდვილად ჩამოდიან გერმანელი არტისტებიც, ჯგუფები ერთად დაუკრავთ, გავიცნობთ ერთმანეთს და შეიძლება მაგის შემდეგ გქონდეს კიდევ გადაკვეთა სხვაგანაც. ნახოთ როგორ. გერმანიაში. იმედია გერმანიაში. ხო, ქონიათ ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა. არასოდეს და ძალიან მინდა მაინტერესებს. კი, დადგა დრო. უახლოეს თვეებში, ჩემი აზრით, უკვე ამ ზაფხულში წავალთ საზღვარგარეთ პირველად გერმანიაში. წარმატებას გისურვებთ. ნამდვილად მსახურებთ, ასე მგონია. ხო, იზმირს შეიძლება თქვათ, რომ რაღაც სპეციფიკური ჟღერადობა აქვს, ასევე ვოკალი, ხო, გამორჩეული ვოკალისტი გყავს. რამდენად საინტერესოა მასთან მუშაობა მითხარი? საინტერესოა და ასევე რთული. იმიტომ რომ ძალიან ბოხი ხმა აქვს, რაც ძალიან უნიკალური და საინტერესო არის და მოსასმენათაც სასიამოვნოა. მაგრამ რთული არის ამ დაბალი ხმის წარმოჩენა. იმიტომ რომ დაბალი ხმა გაცილებით უფრო სუსტი არის იმ მხრივ, რომ მიკროფონი კარგად ვერ იღებს და გიტარებსა და გიტარას, ბას და დრამს უფრო დიდი ხმა აქვს ხოლმე ლაივზე და მიკროფონი ვერ წარმოაჩენს ამ ხმას მაღალ ასე ვთქვათ ჟღერადობით თუ რაც არის რა და გვიწევს ხოლმე უმეტესად ცოცხალ შესრულების დროს ხმა არ ისმის ვოკალის და სულ მაგას გეუბნებიან და უბრალოდ არიციან რომ უბრალოდ ძალიან რთული არის მაგის დაყენება და რომ ყოფილა შემთხვევები როცა ქვემოდანაც ვთქვამთ რომ არ ისმის ხმა აუწიეთ მაგრამ რაღაც დონე აქვს ასევე მიკროფონს იმის მაღლა ვეღარ აუწევ თუ კი აუწევ უკვე იწყებს ძალიან უხეში ხმის გამოცემას. ანუ ამ ეტაპზე მსმენელებს ურჩევთ რომ ადრე მოვიდნენ ლაივზე და წინა რიგებში დადგნენ რომ უკეთ მოისმინონ ხო? წინ დადგნენ და მე რაღაცას მოვიფიქრებთ და შეიძლება რაღაცა სპეციალური მიკროფონი შევიძინოთ რომელიც დაბალ რეგისტრებს ასე ვთქვათ დააფიქსირებს უკეთესად. ხო, შეიძლება ესე დილეტანტს კონდეს განცდა ან როცა პირველად მოისმენენ თქვენ შემოქმედებას რომ რაღაც ეს კომპიუტერული ხრიკები და манипуляციებია, მაგრამ როცა ლაივზე მოვედი, მივხვდი რომ საერთოდ არ იყო ამასთან საქმე და რაღაც სინამდვილესთან არის. კი. საინტერესოა თქვენი მოსმენა. რა თქმა უნდა არის კომპიუტერული ხრიკების და манипуляციებიც. ლაივ დაკვრა და
ჩანაწერის დროს გაქვს უსასრულო დრო, უამრავი ისა მხარდაჭერა ტექნიკური, როგორ ხმასაც გინდა დააყენებ და ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს რჩება. და სულ უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის და ლაივში სხვათა შორის ზუსტად რო იგივე არ არის როგორაც ჩანაწერში, პირიქით სასიამოვნოა, უფრო სიცოცხლეს ძენს, სხვანაირი ხმა არის დაყენებული, უფრო საინტერესოა, მაგალითად ადამიანს თუ 30 ჯერ აქვს მონასმენი მუსიკა, ცოტა სხვანაირს რო ისმენს, თავიდან ცოცხლდება, მაშინ ეს ენერგია. იმპროვიზაცია პოსტბანკსაც სჭირდება. კი, აუცილებლად, კი. კარგი, რომ გადახედო ხა იმ სიმღერებს, რაც გაქვთ, ყველაზე მეტად რომელი გიყვარს? ყველაზე მეტად მიყვარს ყვავილების ზღვა. ესე ქვია მოусმინეთ იზმირი ყვავილების ზღვა. ხათი შორის ყურსასმენებშიც ვასმენ ხოლმე და კარგად წვიმიან ამინდებს უხდება. რა გამოარჩევს ამ სიმღერას სხვა სიმღერებისგან? ესე იგი ის გამოარჩევს რომ პირველ რიგში ადრე უფრო დახშული და აი მცირე მსმენელისთვის გათვლილი მუსიკა იყო და ჩვენც არ ქონდა გამოცდილება უკეთესი ჩანაწერი სიმართლე რო ვთქვა და ყვავილების ზღვაში ჩანაწერი არის ძალიან ხარისხიანი პოპ კულტურის დონის ჩანაწერი. ანუ თვითონ მუსიკა, რა თქმა უნდა, ისევის ჟანრია, მაგრამ გადმოცემა არის ძალიან ხარისხიანი. ჩანაწერი არის პოპ კულტურის დონის და ანუ ისმინება ძალიან სუფთად. და ეგ მომწონს. და მაგ სხვათა შორის ამ ყვავილების ზღვა მოიყვანა სხვა მსმენელი. უფრო კლუბური სცენისგან და რამოდენიმე კლუბშიც დავუკარეთ. ანუ ზოგჯერ ღამეების ჯობია დღეებსო ეთანხმები, როგორც თქვენს ტექსტია. კი, მე ღამეები მირჩევნია დღეებს. იმიტომ რომ ისა უფრო სიწყნარია, მე უფრო ენერგიული ღამეს ვარ, ასევე. ხო. ხმაურიან მუსიკაში რაღაც ეს საინტერესო დუმილების მოსმენაც ალბათ სხვა განსხვავებაა, ხო? კი. თან კარგია რომ ლაივიდან ლაივამდე მსმენელიც იზრდება და რაღაცებს უფრო კარგად წვდება. საინტერესოა და ძალიან მიხარია, რომ იზრდება. ბოლო ლაივზე ქუთაისში, რიფრავში ძალიან ბევრი ხალხი იყო. მეც ვიყავი. ხო და ძალიან გამეხარდა, არც ვიცოდი თუ ამდენი ადამიანი შეიყიდა თავს ერთი გემოვნების და ერთი ინტერესის მუსიკაში და ძალიან სასიამოვნო იყო. ხო, რაღაცა გამოცოცხლებას ხედა. ანუ ფიქრობ რომ რაღაცები უნდა დაალაგდეს, უფრო დაფასებული უნდა იყოს მუსიკოსი, რომ მეტი დრო დაუთმოს, უფრო მეტი ალბომი ჰქონდეს და რაღაც ცოტა სხვა ხარისხზე გადავიდეს, ხო? აი იზმირთან ერთად რა გეგმები გაქვს რომ მითხრა? ან როგორი გინდა იზმირი იყოს 1 წლის შემდეგ? 1 წლის შემდეგ მინდა რომ იზმირმა გამოუშვას ახალი ალბომი. დაუკრას რამოდენიმე ევროპის ქვეყანაში და გაეზარდოს აუდიტორია. უკვე იყო პერიოდი, როცა თავიდან რაღაცნაირი აი იწყება ხოლმე ეგრე და უფრო ადრეულ ასაკში შეიციან მუსიკოსებმა ესეთი გამოთქმა ან აზრი, რომ აი ჩვენ ცოტა უნდა გვისმენდეს, მეტი არ გვჭირდება, ისა სხვები მაგალითად არ არიან ჩვენნაირები, ოღონდ ჩვენ უკეთესები ვართ, რაღაც ეგეთი ახლა არ უნდა ამბობს, მაგრამ ეგეთი შეგრძნება მეც მქონია და არის რაღაც ეგეთი სნობური შეგრძნება, მაგრამ ეგ გამიარა და ეხლა მინდა რომ აჩელო მეტმა ადამიანმა მოისმინოს. ანუ ამბიცია მოიმატა ჯანსაღმა. ამბიცია მოიმატა ჯანსაღმა. მუსიკა არ შეიცვლება, მუსიკა იგივე ენერგიის და იგივე ასე ვთქვათ, მუხტის მატარებელი იქნება, მაგრამ ახალ ალბომში შეიცვლება უფრო მეტად, როგორც ყვავილების ზღვაში, იმაზე უფრო მეტად თვითონ ამ მუსიკის წარმოჩენის და გადმოცემის ხერხები უფრო დაიხვეწება და გამარტივდება ნებისმიერ მსმენელისთვის. ეს იმის საშუალებას მოგცემს, რომ აი ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს მონასმენი ეს ჟანრი, მინიმუმ დაინტერესო. იმიტომ რომ უფრო გამარტივებული იქნება მათთვის მოსმენა და აღქმა და უფრო რთული ჩვენთვის, იმიტომ რომ მარტივის გაკეთება უფრო რთული არის. საბოლოოდ. ვისაც პირიქით გონია ცდება. ვისაც პირიქით გონია ცდება. საბა, დღეს საქართველოში არსებული ბენდებიდან ვისვას მან ხოლმე? არსებული აქტიური? ხო, ვინც ქმედითია და არა ძველები. გულწრფელი რო ვიყო? ხო, ძალიან. ერეკლეს შემოქმედება რომ ერეკლეს შემოქმედებას აღარ უსმენ. ძველებს უსმენ ხოლმე, აგურით ხელში მიყვარს ძალიან მაგათი.
სკას უსმენ? სკას უსმენ არ გთმობ მომწონს სიმღერა თითქმის ანუ ხშირად უსმენ არ გთმობს და ტყვეს ამ ორ სიმღერას და კიდე ქართული არტისტებიდან უსმენ ტექნო მაგია არის კუნფუ ჯანკის კი ძალიან მომწონს გულახდილი რომ ვიყო ამ 4 ან 5 მუსიკას უსმენ მხოლოდ და იქეთ ნელი ფურტადო გელოდებ და ნელი ფურტადო ხო კარგი მოკეთ შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მოკეთ ერთ რაც ვიცით არის რომ მაისის ბიწურულს თბილისში უკრავთ გვერდის ინსტიტუტში ქუთაისი არ ვიცით მაგრამ ჯანდაბა ფესტივალი გვიახლოვდებოდა ხომ არ იცით ხომ არ დაუკრავთ აქ თუ ჯერ რაღაცები ვიცით და არ ექონდაბარება გაჟღერებას რომ თუ არ იცი რამდენად გინდა რომ ჯანდაბა ფესტივალზეც რო დაუკრას ისმირმა აი ხარა შემიძლია ვთქვა არის ის რომ ჯანდაბა ფესტივალი იქნება ქუთაისში 4 დღიანი სხვათა შორის 4 დღიანი მასშტაბური ძალიან დიდი ფესტივალი და ასევე ვიტყვი რომ იზმირიც იქნება სხვა ბენდები არ ვიცი ჯერჯერობით არ ვიცი და არც გვაქვს უფლება სხვის ნაცვლად ჩვენ ვისაუბროთ უფლებაც არ მაქვს და ინფორმაციაც არ მაქვს მოვიტყვი მაგრამ ინფორმაცია იმაზე მაქვს რომ იზმირი იქნება ჯანდაბა ფესტივალი ასე რომ ალბათ კალენდარიც ნელ-ნელა გახდება ცნობილი ვინ დაუკრავს კი მალე დაიდება და ადამიანს თვალყური და დათოცომაიაც გვეწოვა ალბათ პატივს დაგვდებს აბა სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა წაფერო წარმატება მინდა ვუსურო იზმირს და ნამდვილად ვსახურებთ რომ თქვენი ესე ვთქვათ ის რასაც შრომობთ და მე ვიცი რაზე არის საუბარი იმიტომ რომ სხვა არის ამ ჟანრის მუსიკის მქონე ადამიანებთან ჩემი კომუნიკაციები ვიცი რა რთულ გზას გადიხარ თუმცა მინდა განუგეშო რომ იყო წლები როცა მუსიკოსებს ინსტრუმენტიც კი არ ქონდათ და ჯეკებით მათხოვე და ანუ ეს რო გაიარა რა ქართულ ანდერგრაუნდმა შეიძლება იგივე ცოტაა მაგრამ დღემდე ხდება ой როგორ ჩამორჩი ცხოვრებას ფეხბურთმა მაცდუნა კარგი ამას აქვს ალბათ თავისი რაღაც ხიბლიც ამ კუთხით რომ წლების შემდეგ მაინც გაიხსენებ იუმორით ესე თუ შევხედავთ ამ კუთხით გადაგვარჩენთ კარგ დღეს გისურვებთ ბევრ წარმატებას და იმედია რომ ჩვენი სტუდიაც უფრო დიდი იქნება მთლიანად ბენდი გვეწვევით და რა ვიცი მიმსახურებს ალბათ ქუთაისი რომ კალენდარზე იყოს ღირსეულად მიმსახურებს ქუთაისი ნამდვილად კარგ გადაცემას და კარგ ბენდებს დროებით დაგემშვიდობები მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი ნახვამდის ძვირფასი ტელემაყურებლებო გადაცემა შუადღე ქუთაისში ამით დასრულებულია საბა აზნარაშვილს მასპინძლობდით შეგიძლიათ მოიძიოთ იზმირი ბევრ პლატფორმაზე მთავარია ისურვოთ და დღეს გვაქვს ეს ფუფუნება რომ სრული შემთხვევაში მოვიპოვოთ დავტკბეთ ვისიამოვნოთ და უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი და ქართული დროებით დაგემშვიდობებით კარგ დღეს გისურვებთ ხვალ შევხვდებით ცხადია ერთმანეთს დიდი მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის